ვეტერანების საქმე და სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით 17 ოქტომბერი ვეტერანთა დღედ გამოცხადდა საზეიმო ღონისძიებები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ასევე დედაქალაქის მერმა. მერი ამბობს, რომ ვეტერანთა პარკში 4000 ხეს დარგავენ. ვეტერანი არასდროს არ იფხე დამხესთან. რაც შეეხება იმ ადამიანების ხეებს, ვისი სახელობისაც დღეს დაირგა ჟიული შარტავა და ის ადამიანები, ვინც დახვრიტეს, მათ შორის მამაჩემიც, ჩემთვის გარკვეულწილად რაღაც ახლიდან დაიბადა დღეს მამაჩემიც და ჟიულიც და ყველა ვინც იქ დაიღუპა და მე მიხარია რომ მომავალ წელს აქ უკვე 4000 ხე იქნება დარგული. ამ პარკის ერთი ნაწილი ვეტერანთა ხსოვნას და მათ გვერდში დგომასთან იქნება დაკავშირებული და შესაბამისად ვეტერანთა დეპარტამენტთან ერთად მის ერთ ნაწილში მოეწყობა სპეციალური ხივარი. დღეს საფუძველი ჩაეყარა არა გლოვის და სევდის დღეს, არამედ საფუძველი ჩაეყარა ჩვენი გარდაცვლილი გმირების და ცოცხალი გმირების უკუდავ საყოფ დღეს, როდესაც უნდა დაინახოს და იგრძნოს ჩვენმა მომავალმა თაობამ, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად ფასდება სამშობლოსთვის თავდადება. ძალიან ბევრი ჭირის უფალი დედა ვნახე დაღუპული თანამებრძოლეს. ძალიან ბევრი შვილი ვნახე. ყველა მათგანის წინაშე რაღაც გონია რომ ვალი გვაქვს ჩვენ, მეც, ყველა თანამებრძოლს, საზოგადოებას, ხელისუფლებას.